ჩვენ ვაგზელებთ და როგორც დაგვირდით კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია იქნება დღეს ჩვენი სტუმარი და ჩვენ უნდა გავაგზავნოთ საუბარი იმ მავნებლურ კანონებზე, როგორც მე დავარქვი მას მორჩილების კანონებზე საუბარს, რომელსაც ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება თავაზობს. მოგესალმებით, კონსტანტინე, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ვისაუბროთ ამ კანონებზე, ვისაუბროთ სამართლებრივ ჭრილში, ვისაუბროთ კონსტიტუციურ ჭრილში, მაგრამ ხვდებით, რომ რეალურად ყველა სამართლებრივი ჭრილიდან და კონსტიტუციიდანაც დიდი ხანია გადასულები და გასულები ვართ და რაღაცა აბსურდის თეატრში გვიწევს არსებობა. ისევ აღნიშნავ, რომ რაღაცა თამაშს გავს ეს ყველაფერი, რომ აი დღეს შენ პრეზიდენტი ხარ, დღეს შენ ოპოზიცია ხარ, აბა დღეს ახალი კანონი უნდა მოიგონოთ, იგონებენ ამ კანონებს და აი ამ აბსურდის თეატრიდან ვიღებთ ისეთ შედეგს, რომ დღეს ძალიან ბევრი ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული ადამიანი საპრობილეებში ყავთ გამომწვდეული და ეს არის ძალიან მძიმე ასატანი, ამის შეგუება არის წარმოუდგენელი და ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ კანონებს და რამდენად შეესაბამება ეს ახალი, ასე ვთქვათ, კანონპროექტები საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს ზოგადად და რა სტანდარტებში ჯდება და რანაირად უნდა გავაგრძელოთ არსებობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ტელემაყურებელს, ვისარგებლებ შემთხვევით და კანტონ ზიამაღლობელს უსურვებ ჯანმრთელობას და მის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს შიმშილობენ, იმ ადამიანების მიმართ ჩემს ხარდაჭერას გამოვხატავ, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან განსაკუთრებით ამ ბოლო მოვლენების დროს და შეუძლებელია ეს ადამიანები არ ახსენო. ძალიან რთულია ჩემთვის სამართლებრივი, კონსტიტუციური სამართლებრივი შეფასებები სხვადასხვა საკითხების, არა მხოლოდ კანონპროექტების, არამედ მიმდინარე მოვლენების, პროცესების, თქვენ ახსენეთ საუბარში საპარლამენტო ცხოვრების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამას არ ჭირდება განსაკუთრებული იურიდიული ცოდნა და განსაკუთრებული თქვათ რაღაცა უნარები იმის შესაფასებლად, რომ ეს ყველაფერი არ ჯდება დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპში. რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში. თქმა უნდა და როგორი სახელმწიფოში ცხოვრებაც გვინდა ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ხო? ჩვენი შვილებისთვის, ჩვენთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ყველასთვის, ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ვიგრძნოთ თავი დაცულად, უსაფრთხოდ, განვითარების შესაძლებლობა გქონდეს, განათლების მიღების შესაძლებლობა გქონდეს და ასე შემდეგ და შემდეგ, ხო? ანუ ყველა აი ეს შეჯამებისთვის, ყველა პროცესი, ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არის განხორციელებული, თავისი შინაარსით პირდაპირ ამ იდეალების, ამ პრინციპების წინააღმდეგ არის მიმართული. ხო, აი დავიწყოთ მაგალითად საპარლამენტო ცხოვრების მიმდინარე პროცესი, ხო? რაღაცნაირად რამდენად სერიოზულად შეიძლება ამ ყველაფერს შეხედო, როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიულად ქცეული, ხო? ანუ ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ერთი პარტია დარჩენილი პარლამენტში რეალურად და აკეთებს ყველაფერს ყველანაირი განხილვის დისკუსიის, ანუ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღება გასაგებია რომ ზოგადად უმრავლესობები იღებენ ხოლმე განსაზღვრულ კანონებს, ხო? მაგრამ საპარლამენტო ცხოვრებას თავის წესები აქვს, პროცესი აქვს, რომელიც გულისხმობს, რომ ოპონირება, განსხვავებული აზრის მოსმენა, საჯარო დისკუსია, განხილვა, რაღაცნაირი ვადები, რომ არ შეიძლება რაღაცნაირად ისეთი საკითხების მით უმეტეს, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების და მათ შეზღუდვას გულისხმობს, დაჩქარებულად ასე სწრაფად განხილვის გარეშე იყოს მიღებული. ხო, ეს რაღაცა ელემენტარულია, მაგრამ ამაზე საუბარიც კი ზედმეტია და რაღაცნაირად ვიგებთ, რომ უცებ პარლამენტში თითქოს რაღაცნაირი ოპოზიციური ჯგუფები შეიქმნა, ხო? რომლებიც ამბობენ, რომ აი ხა ჯერ ერთი გუნდი ვართ, მაგრამ ცოტა ხანში დაგვაცადეთ და ვიკამათებთ. ხო, ნუ ეს როცა ბრძანებას გასცემენ. დაცინვა არის, მეტი არაფერი და საზოგადოების გასაგებია, რომ ერთი პოლიტიკური გუნდია და იმის აღიარებასაც პასუხისმგებლობა უნდა, რომ აი ჩვენ ერთი ვართ, მარტონი ვართ და რაღაცას ვმართავთ, ხო, რაღაცნაირად იმის რაღაცა თამაში, რომ თითქოს დემოკრატიული სტანდარტები დაცულია, ხო, დაახლოებით, რასაც
პუტინის რუსეთი ამბობს ხოლმე, ხო, თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით რაღაც ნაბიჯებს დგამენ და რაღაცნაირად საერთაშორისო წესრიგის და ამ სტანდარტების დასაცავად და კონსტიტუციაში მათაც უწერიათ რაღაც დემოკრატიული მუხლები. კითხვა სტაბილიზაციის დასაწყისად აბსოლუტურად იგივე და სამშვიდობო კავშირშიც ცდილობდნენ კონსტიტუცია მიეღოთ და თითქოს რაღაცა ადამიანის უფლებები ასე თქვა დაიცვათ ქაღალდზე მაინც, ხო? სტალინის პერიოდშიც კი წარმოიდგინეთ იქ ისეთი თავხედური რამ გვინახავს, ხო? და არსებობს და ეხლა რა საუბარი ასნაირად ამ ოპოზიციონერებაზე და კანონების მიღებაზე საუბარი ზედმეტი. ეხლა თავად შინაარსობრივ ნაწილსაც რო შევეხოთ, რამდენიმე მიმართულებით მინდა რომ გამოვყო. მათ შორის აი ბოლო პერიოდში იყო აქტუალური სისხლის სამართლის წესით და ჩვენ ვიხილეთ რომ რამდენიმე ადამიანი დაპატიმრება მოხდა გუშინ სამართლომ კირაოს წესით. კირაოს წესით იმედი მაქვს რომ ყველა გამოვიდა უკვე საპატიმროდან, თუმცა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და შეიძლება დამნაშავედ მოხდა რაღაცა ძალიან მალევე, ხო? და საინტერესო რა არის რომ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებზე ადამიანის უფლებების შეზღუდვას ემსახურება, ხო? თუ ადამიანი დამნაშავეა, ხო, დადასტურდა ეს სასამართლოს მეშვეობით, მის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი პასუხისმგებლობის სახეები, როგორც პატიმრობა, თქვა ჯარიმა, თანამდებობის დაკავების შეზღუდვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულ მომენტში. იმისთვის რომ სისხლის კონკრეტული ქმედება დანაშაულია თუ არა, ამის დადგენა მოხდეს, ამას ჭირდება კანონის დონეზე ამ ყველაფრის დაწესება. და კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანმა და მოქალაქემ უნდა იცოდეს ეს კანონი, რომელიც სახელმწიფო მიიღო, რამდენად შეიძლება შეეხოს მის მოქმედებას და შეიძლება თუ არა მოექცეს სისხლისმღვრელი პასუხისმგებლობის რომელიმე ფორმაში, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ზოგადად კანონის დემოკრატიულ სახელმწიფოს პრინციპის დროს, რაზეც დგას კონსტიტუცია, ეს განჭვრეტადობა, რომ ყველასთვის სახე იყოს ნათელი, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. და მით უმეტეს აი ასეთი დანაშაულის მოქმედება, როდესაც დანაშაული ხდება, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი. უცებ ჩვენ რაღაცნაირად ვიგებთ, რომ პარლამენტის მაგივრად მთავრობა რამდენიმე თვით ადრე განმარტავს სტრატეგიული ობიექტების ნუსხას. სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომ სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, რაღაცა დაკავება არ შეიძლება და მე ამ მიზნისთვის განმარტავს რამდენიმე თვით ადრე მას შემდეგ რაც ეს აქციებისთვის არ ვიცი რა ემზადე ანუ არჩევნების წინ თუ არ ვცდები ეს ოქტომბერში იყო მიღებული და მე უკვე უშუალოდ როცა დაანონს 2 თებერვლის აქცია რამდენიმე დღით ადრე მთავრობა იღებს ცვლილებებს ამ დადგენილებაში და უშუალოდ ჩამოთვლის რაღაც ობიექტებს რომელიც არის სტრატეგიული ობიექტები და უცებ რაღაცნაირად მთელი პოლიცია ამბობს რომ მობილიზებული და ამბობს რომ არ გადაკეთოთ იმიტომ რომ სისხლის სამართლე პასუხისმგებლობაში მიეწევთ. თითქოს ახლა ეს სისხლის სამართლე პასუხისმგებლობაში და ადამიანის ციხეში გაშვება და 5 წელი და 4 წელი ამ მდგომარეობაში ყოფნა რაღაცნაირად მარტივია. ეს თითქოს საჩვენებლად გააკეთეს, იმიტომ რომ არც ერთი ასე ვთქვათ დამადასტურებელი კადრი იქ არ ყოფილა რომ ამ ადამიანებმა გადაკეთეს გზა. ყველა ყვება რომ რაღაცნაირად მოკიდეს ხელი და ჩაგვატყიეს რომ აჩვენეს რომ აი ეს დაგემართებათ თუ თქვენ ამას გააკეთეთ. ეს ფაქტები ნახა თელმა საზოგადოებამ. ხო ჩანს ახლა ეს მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თვალითაც ჩანს, მაგრამ ამ თვითონ ახლა იმ ფაქტს გარდა იმისა, რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, აი თქვა წინა პირობებსაც შევეხოთ, ანუ პარლამენტის მისაღებ გადაწყვეტილებას, რამდენად იდეურად, რამ ხელმისაწვდომობა აქვს, რომ
საკანონმდებლო აქტით, რაც უნდა დარეგულირდეს, იმას მთავრობა რატო? იმიტომ რომ ძალიან სწრაფად როცა უნდა, რასაც უნდა იმას ჩაწერს. ხო, დღეს კითხულობდი სხვადასხვა სტატუსებს, ირაკლი აბესაძეს ჰქონდა ეს ძალიან კარგად განმარტებული გიგი უგულავას ადვოკატი იყო და ამიტომ კარგად ჰქონდა ჩამოყალიბებული და რომ წარმოუდგენელია მოქალაქემ დაადგინოს რა რეალურად რა არის დანაშაული, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსში რო წერია სტრატეგიული ობიექტი, მერის მთავრობის დადგენილებაშია, მე იქ სადღაც მერის აქტი უნდა ნახოს, რომ რომელი ქუჩა, რა მონაკვეთი შეიძლება შედიოდეს ამ ნუსხაში და რაღაცნაირად წარმოუდგენელი არის იცოდეს მოქალაქემ საერთოდ რა გააკეთოს. რომ გამოხატვის თავისუფლება და აქციაზე დგომა ქუჩის გადაკეტვა, რაღაც პროტესტის გამოსხატება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა და შეუძლებელია რომ მოქალაქეს ამ უფლების შესაძლებლად რაღაცნაირად ისეთი ტიპის კანონები გამოვიყენოთ, რომელიც შეუძლებელს გახდის ამის აქმას რა ნაბიჯი უნდა გადავდგა, ხო? და უამრავი სხვა მოვლენა. გარდა იმისა, ხა მე აღარ შევალს კაზუისტიკაში, რომ ის საერთოდ ის ნორმა სტრატეგიული ობიექტების რას გულისხმობს, ხო? ანუ რა ტიპის ის რომ რამდენიმე წუთით ხა სულ წინა სადღაც ეთერში ვთქვი და ეხლა ვიყავი მეორედ რომ ახალი წლების პერიოდში განსაკუთრებით თბილისი მოლის ტერიტორიაზე მანქანით მე მაგალითად საათი და 10 წუთი მდგარ ვარ ისეთი გაჩერებული, ხო? ისეთი საცობები ყოფილა ან განსაკუთრებით იმ დროს როცა თბილისის ქალაქიდან გადის მოსახლეობა, თქვა აღდგომების დღესასწაულზე ან თქვა ახალი წლების პერიოდში თბილისის გასასვლელი გაჩერებულია, ხალხი დგას საათ და რა ისეთი რამ შეიძლება მომხდარიყო საშინელება რომ 5 წუთით სიტყვაზე გზა რაღაც პერიოდით ხო რა უფრო ეს უფრო დიდი ზიანია თუ უკანონოდ რო ადამიანებს აპატიმრებენ ცემენ ზალადობას იყენებენ ხო ანუ აქ ეხა რატო ხდება ეს ყველაფერი ნუ აი საინტერესოა აი ამდენი ასეთი მობილიზება რა საჭირო იყო და რის თქმელია ძალის დემონსტრირება რომ მართლა წარმოუდგენლად განსაკუთრებით ის კადრი მახსენდება ტყეში რო ჩადიან ქვემოთ რაღაცა რო არ მთავრდება ჯარის რიგი თითქოს ეს უკვე ეს არის ალბათ რაღაცა ძალის დემონსტრირება რომ აი ჩვენ რაც გაიზრდება პროტესტი იმის მაგივრად რომ მოლოდინი პროტესტის ფონზე რაღაცა უკანა ბიჭები გადაიდგას ან დათმობაზე წავიდეს ვიღაცა არა ჩვენ უფრო მეც ვიზამთ უარეს ვიზამთ და ეს მეთოდები თქვა ბელორუსიიდან რუსეთიდან ეს კანონსაკანონმდებლო აქტების დონეზეც კი არსებობს და იმას იყენებენ ხო თავისუფლად რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანი და მოქალაქე არაფერი არ არის მათთვის ხო წარმოუდგენელია ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტი არსებობდეს ხო და შეიძლება ვიღაცა კონკრეტული ადამიანი არ ეთანხმებოდეს მაგრამ პასუხისგებლობა თუ არსებობს პოლიტიკური რას ნიშნავს რომ ამდენი მოქალაქის აზრი ინტერესი საერთოდ არ აინტერესებს იმას ვისაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაზე ხო საერთოდ იგნორირება ხდება ხო რაღაცნაირად იმის დემონსტრირება რომ 4 წლის მერე ჩატარდება არჩევნები ხო არჩევნები ის სისტემა რა სისტემაც არსებობს დღეს კონსტიტუციური ხო საპარლამენტო რესპუბლიკის რაღაც არჩევნების და ასე შემდეგ თავისთავად როცა იცნობს შესაძლებლობას ვადამდელი არჩევნების ჩატარების ეს იმიტომ იცნობს ამ შესაძლებლობას რომ ჩვეულებრივ ბევრ ქვეყანაში ტარდება ვადამდელი არჩევნები უპრობლემოდ იმ შემთხვევაში თუ არის რაიმე ტიპის პოლიტიკური კრიზისი არის მოსახლეობის უკმაყოფილება რაღაცნაირად არჩევნების მერე საქართველოს ყველაფერს თავი დავანებოთ არჩევნებს წინა პერიოდს არჩევნების მერე განსაკუთრებული რა მოხდა ამ ქვეყანაში ხო ოფიციალურად 28 ნოემბერს შეჩერდა ევროკავშირი და ოფიციალურად ხო მე აღარ მივდივარ იქამდე თუ მანამდე რა ხდებოდა ხო ამის მერე იყო უამრავი ადამიანის პროტესტი ამის შემდეგ იყო უპრეცედენტო მასობრივი ძალადობა აქციებში მონაწილე ადამიანების. ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიციელები ძალადობდნენ, აწამებდნენ, იჭერდნენ, ანუ რომელსაც აღინიშნებოდა ფიზიკური დაზიანება და შემდგომ ფიზიკური დაზიანება. ანუ იმ არც ერთი გამოძიება ფორმალურად დაწყებულია, მაგრამ არავინ პასუხი ამაზე არ არა თუ ადმინისტრაციული, არა თუ
რაღაცა სისხლის სამოპასუხის გאות. სამსახურებრივი საყვედურიც კი არა, მე მგონი არავისთვის ნათქვამი. მეცაც გეტყვით სიგელები გადაეცათ ამ ადამიანებს, მაშინ როდესაც დაზარალებულმა ადამიანებმა 2000 ლარი გადაიხადეს ჯარი ამ ყველაფერს. ნიკო კონსტანტინე, აუცილებლად მინდა შევეხოთ მედიასთან მიმართებაში ამ კანონებს, პირდაპირი ცენზურა და რას ნიშნავს ზოგადად ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტებში ჩარევა და რამდენად კონსტიტუციურად ამის უფლება აქვს ისევ სამართლების ჭრილში მივდივარ, მაგრამ ბუნებრივია ეს შეკითხვაც უნდა დავსვათ. ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ განცხადება. ჯერჯერობით მე როგორც ვიცი, კანონ პროექტი არ არსებობს და ალბათ უახლოეს პერიოდში დაინიციირდება. ესე არის აღარებული მე რაც სხვა კანონებში რაც ვნახეთ, თავისთავად ეს გვაფიქრებინებს, რომ ძალიან მძიმე რამ ეწერება ამ კანონ პროექტებშიც. მე არ მესმის რა იგულისხმება ობიექტურობა, ხო? ანუ დარწმუნდულად შესაძლებელი საკითხია, ხო? ანუ ობიექტურობის გამსაზღვრელი ადამიანისთვის იქ არის რა, რომ პუნქტით გადართავს მაგალითად თუ კონკრეტული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, ხო? ეხლა ჩვენ მეც არ მომწონს ვიღაცის სარედაქციო პოლიტიკა, რაღაცა რო უსმენ ხოლმე, თქვათ, ხდები რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ესე რომ ბილად რო თქვა ძალიან ნუ ზოგი პროპაგანდისტულია ზოგი იტყუება ზოგი სისულელეს ამბობს უკაცრავად და ზოგი შეცდომას უშვებს ხო სხვადასხვა მაგრამ არსებობს საკითხი რომელიც პუნქტის თუ ეხლა ზალადობის რაღაცა ადამიანების წინააღმდეგ არ არის მოწოდება ხო გაკეთებული ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში საფრთხეს უქმნის ხო ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობას რაღაცა შუღლის გამღვეველი არ არის ასეთ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება ამას გულისხმობს რომ უსმენ უყურებ იმ არხს კითხულობ იმ მედია საშუალების თქვათ ინფორმაციას რომელსაც ენდობი ხო ეს არჩევანის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ხო ეხლა ობიექტურობა რას ნიშნავს ნიშნავს იმას რომ თუ მაგალითად კონკრეტული ადამიანი ხელისუფლებიდან ვისაც რეალურად ხელთ უყრდეთ ძალაუფლება ჩათვლის რომ არ მოსწონს მაგალითად ამ მედია საშუალებაში ჩემი მოსაზრება რომელიც თქვათ თulis რომ რაღაცა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ხო თუ შეიძლება თქვას რომ ეს არასწორი ინფორმაციას აქვს რატომ მოგხავთ მაგალითად კოტე სამართლებრივ საკითხებზე სასაუბრად ხო აი რატო როდესაც სხვანაირად ფიქრობს და ასე შემდეგ ანუ წარმოუდგენელია ხა თქვენ ჩვენი პროფესიაში წარმოიდგინეთ იუდულ პროფესიაში ანუ სასამართლოში ორი მხარეა ხოლმე ხო სხვადასხვანაირად ერთი პოზიციას ანუ წარმოუდგენელია ანუ დისკუსიის, კრიტიკის, განსხვავებული შეხედულებების გარეშე წარმოუდგენელია ყველაფერში და ჩვენს პროფესიაში. შეიძლება ეს იყოს, ხო? ანუ ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს, ხო? ანუ იმდენად აბსურდულია ახლა წარმოიდგინეთ ყველაზე მარტივად გასაგები რომ თავისი პარტიის წევრი გამოყავთ და ამბობენ რომ ეს ჩვენი ოპოზიცია იქნებაო, ეხლა კი ჩვენიანია, მაგრამ ცოტა ხანში დაიწყებს ჩვენს კრიტიკას, ანუ ასეთ აქცინის თუ შეიძლება არ ვიცი ხო ამ დროს რატო სერიოზულად ამას როგორ უნდა შეხედო ხო რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც დროს და ყოფილა და ქართული ოცნებიდანაც წამოსულები არიან ჯგუფები რომლებიც ოპოზიციურ განწყობებზე არის ჩვეულებრივი ამბავი მაგრამ ამას რა თუნდა ამ ვინმეს ასე თვალებში ნაცრი შეკრა ხო თუ ობიექტურად ვიღაცა ოპოზიციონერი გახდება ამას არ ჭირდება და რა პოზიციას დაიჭერს იმით მიხვდებით ადამიანები ოპოზიციური განწყობის არის თუ არ არის ოპოზიციური განწყობის ხო დაახლოებით ანალოგიური შეიძლება მოხდეს ნებისმიერ რაღაცაზე ხო ახლა მე და თქვენ რასაც საუბრობთ აი ძალიან კრიტიკულის გარეშეც ხო ახლა მე რო ვთქვა რომ კონსტიტუციურ სახელმწიფოსთვის სამართლისთვის ამჟღავნებული დემოკრატიული სამართლების სახელმწიფოს პრინციპი შეიძლება მითხრას რომ არა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპზე ნუ ლაპარაკობ ის არასწორი ან რაღაცნაირად რაღაცა ფილმის შეფასების დროს ან დებატი უნდა გაიმართოს ისეთ აბსურდზე შეიძლება თქვა რომ ეს ობიექტური არ არის ხო ვიღაცას მოსწონს რაღაცა ფილმი, იმიტომ რომ თქვა რაღაცა სოციალურ უფლებებზეა აქცენტი გამომახვილებული. ვიღაცას მოსწონს რომ თქვა რაღაცა ეკონომიკურ საკითხებზეა, ხო? და
ამაზე შეიძლება გითხრა, რომ რატო აჩვენებ მაგალითად სოციალურ ფაქტორებზე დაფუძნებულ ფილმს, ხო? რატო აჩვენებთ რა? არა, მოდით ყველაფერზე შეუძლიათ მოგედავონ. ხო, რას ნიშნავს ობიექტური ამბავი, იმიტომ ჩვენ აი ჟურნალისტიკის ეთიკაში ვთქვათ რა არის მათთვის, რა სტანდარტები არსებობს, საინტერესოა. ზოგადი სტანდარტები არსებობს, რასაკვირველია, მაგრამ აი მათი სტანდარტები ხო კიდე რაღაცა განსხვავებულია ხოლმე, რას გვთავაზობენ, რა შემოგთავაზებენ, ესე ძალიან საინტერესოა. უბრალოდ თუ იმდენად წარმოუდგენელ საკითხებზეა ლაპარაკი, რომ ჩვენი ვთქვათ შეფასება არის ასეთი, რომ შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს შეფასებული არაეთიკურად და იქიდან გამომდინარე, რომ ამ კანონების მიზანი ხო რაღაცის დახვეწა, რაღაცის გაძლიერება, გაუმჯობესება ხო არ არის. ამ კანონის მიზანი არის, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ხო, პოლიტიკური ნიშნით. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცა ქუჩაში ქუჩაზე დგას თან აი იმ დროს პოლიციასთან ახლოს გადაკეტილი არ არის სისხლის სამართლის წესი იჭერენ ამ დროს პოლიციელი ვიღაცას ურტყამს ეს ჩანს მას არ იჭერენ იმიტომ რომ არც არაფერს არ იწყებენ იმიტომ რომ ის მათი მომხრეა ხო ანუ გასაგებია რომ ნებისმიერი რამ საჭიროა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა რაღაცა კანონის აღსასრულებლად ხო ჩვენ მსგავსი საკითხები ხო რაღაცნაირად ეს თვითრეგულირებით წყდება ხოლმე ხო როდესაც რაღაცა მაგალითად ჟურნალისტების ეთიკის ქარტია არის საწერენ ჟურნალისტები რომ რაღაცნაირად სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს მედიის საქმიანობაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ მედიის საქმიანობა, ან პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, ან არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ არის მიმართული რაღაცა ქვეყნის დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ, ხო, რაღაცა ძალადობის ტირაჟირება არ ხდება, ხო, ამას ობიექტური კრიტერიუმები აქვს და ამას სასამართლო არსებობს და რაღაცები არსებობს, რითაც შეიძლება ეს დაადგინოს. აი ზუსტად ეს მინდა კითხოთ, რამდენად შესაძლებელია, კი არ მაქვს მე იმედი, მაგრამ აი საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენად შეიძლება რომ რაღაცნაირად დაბლოკოს თქვათ ეს კანონები, რაც ცოტა თეორიულად კი პრაქტიკულად არა, მოკლედ რომ ვთქვათ. თეორიულად კი რატო? ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ხო ეს საკონსტიტუციო სასამართლო არის ერთ-ერთი უმთავრესი, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო რეალურად, ხო? აი, ყოველთვის ცოტა ზოგადებით რომ ვთქვათ და რაღაცა კონტექსტიდან მოვიდეთ და ამ კონტექსტზე არ ვილაპარაკოთ. ყოველთვის ხელისუფლებებს აქვთ და აღმასრულებელი ხელისუფლების განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობებს იმის სწრაფვა, რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგან ისეთი, რომელიც მათი ხედვით შეიძლება სწორია, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ადამიანის უფლებების შემზღუდავი აღმოჩნდეს, ხო? ან რომელიმეს ინტერესის. ყოველთვის არსებობს, ამიტომ არის, რომ ყველა ქვეყანაში, ამერიკაშიც, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო აუქმებს ხოლმე რაღაც გაწყული რაღაცებს, არ აუქმებს, ხო? ნუ ამის რისკი ყოველთვის არსებობს. უბრალოდ ახლა ჩვენ კონტექსტში დავუბრუნდეთ, აქ ახლა რაღაცნაირად წარმოუდგენელ მასშტაბზე ვლაპარაკობთ ასეთი ქცევების. და სასამართლოს იდეა და საკონსტიტუციო სასამართლოს იდეა სწორედ ეს არის, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც რისკი არსებობს ხელისუფლებების მხრიდან ადამიანის უფლებების შეზღუდვის, სასამართლომ ეს პროცესი გააჩეროს, გააუქმოს რაღაცა დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად. და რა არის სტანდარტი? ხო, არის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, წესებს, ადამიანის უფლებებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ დეკლარაციას, ის რაც უნივერსალურია, ხო, პრინციპში, რომ ადამიანის ხა სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რაღაცეები ხა ამაზე ჩვენთან დღესაც კი პრობლემური საკითხი არის, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორის გარდა ჩვენ 70 წელი საბჭოთა ოკუპაციაში ვიცხოვრეთ და სადაც ეს ღირებულებები არ არსებობდა პრინციპში, მაგრამ არ დაგვაუწყდეს ჩვენ საიდან მოვდივართ, ხო, საუკუნის წინ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნებოდა, მაგრამ იყო გულწრფელად შემუშავებული იმ ცოდნის, იმ გამოცდილების შესაბამისად, დასავლეთში არსებობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ოკუპაცია რო არ ყოფილიყო, დღეს ჩვენ საერთოდ სხვა დონეზე ვიქნებოდით ამ მიმართულებით, ხო? ანუ ეს როდესაც ტრადიციის, კულტურის, ჩვენი წარსულის
ისევე როგორც ეს 12 წელი რო არ ყოფილიყო აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდა. აბსოლუტურად რა თქმა უნდა და განსაკუთრებით უკვე რა ვიცი ყველა მომდევნო ეს ბუნებრივი პროცესია. როდესაც არ გეკუთვნის და ძალაუფლებას ითვისებ და იღებ, ხო? ეხლა არავის ვის ჯერა რომ აქ არჩევნები ნორმალურად ჩატარებულა, ხო? არავის არ ჯერა. არ ჯერათ იმათ, ვინც თვითონ აყალბებდა არჩევნებს და რა თქმა უნდა დანარჩენებსაც არ ჯერათ, ვინც ვისაც ჯეროდა, მე ვფიქრობ, რომ პროცესები ისე განვითარდა, რომ აი ამის შემხედვარ ეს შეუძლებელია მართლა კიდევ რამე დაიჯერო. მათემატიკურ ლოგიკაში არ ჯდება, როდესაც 48% ქონდა თქვა 2016 წელს, მე რაღაცა 47 და ამ დროს უცებ რაღაცა არ ვიცი 55-ზე ავიდა ამ ბევრი პრობლემის მერე, ხო? არ შეუძლებელია რომ მთელი დასავლეთი, მთელი ჩვენი პარტნიორები, ყველა უცებ აღმოჩნდა რომ რაღაცა მე რაღაცა გლობალური ომის პარტია და რაღაცეები, ხო? ანუ წარმოუდგენელ რამეებს. სადღაც ეს ყველაფერი უნდა გაწყდეს და ეს დაგროვილი სადღაც უნდა ამოხეთქოს, იმიტომ რომ ამდენ ტყუილში ცხოვრება და ამდენ აბსურდში ცხოვრება ალბათ წარმოუდგენელია. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ, ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობებით. კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი რეჟიმის ტყვეებს და ძალიან მალე მინდა რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამ ქვეყნის თავისუფლება, ასე რომ დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით ხვალამდე.